შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის პოლიციის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის პიროვნება დააკავეს. ძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი სისტემატურად სწავლავდა მორფინის თანასოფლელს, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება ონკოლოგიური ავადმყოფი ბებიასთვის პოლიციიდან გამოჰქონდა. დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 15 ამპულა მორფინი და საბრძოლო მასალა შაშხანა და ნაგანის სისტემის იარაღი ამოიღეს. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული იქნა ჭიათურაში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც 15 ამპულა მორფი გამოსძალა ჭიათურაში მცხოვრებ თამას ცუცქირიძეს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მორფი გადაჰქონდა ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში მცხოვრებ ონკოლოგიური ავადმყოფ ბებიის მარიამ ცუცქირიძისათვის. დაკავებულის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილის, 264 მუხლის მეორე ნაწილის, 236 მუხლის პირველი ნაწილით.